როცა ყველა სახელი და მამისათა და ძისათა და სულისა წინსა მინდა კვლავ და კვლავ მოგილოს მეტროპოლიტება კვლავ გაძლიერება გისურვოთ სიყვარულში, სარწმუნოებაში, იმედში მინდა გისურვოთ უფრო მეტი ადგილი დავუყოთ უფალს ჩვენს ცხოვრებაში დავაყენოთ პირველ ადგილზე უფალი ჩვენს ცხოვრებაში და გავხსნათ ჩვენი გონება და გული. უფლის სიტყვები ყოი უცნობელო და მძიმენო გულითა სარწმუნოებისათვის ყოველსაზე და ვეხება ჩვენს თუ მოციქულებს და 12-თაგანს და თუ 70-თაგანს და ასე შემდეგ ეხებოდა ჩვენს მით უმეტეს გვეხება ეს. ამიტომ რომ ესენი ვინც არიან საყვედურის თემაში, ანუ საყვედურის ინტონაცია არის აქ, რომ ყოი უცნობელო და მძიმენო გულით ადამიანი არ უნდა იყოს არც გონებით მძიმე და არც გულით მძიმე. როდესაც ადამიანი განიწმინდება მისი გონება, მისი გული განიწმინდება, იგი აუცილებლად სარწმუნოებაში ძლიერდება. მით უმეტეს, როდესაც ქრისტე მას უხსნის გონებას და გულს. როგორც კი ღვთისნება შემოდის ადამიანში, ეს არის ცეცხლი, განვლეველი, რაღაცა ისეთი ძალა, ღვთის ხელთუქმნელი ენერგია შემოდის ადამიანში. იგი ისე ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე, რომ როგორც არის საკითხები, თვალნი მათი შემოღებელი იყოს, გონება მათი დახშული იყო, ხო, და ასე შემდეგ. აიხილა თვალები, იცნეს იგივე, ხო, გახსოვთ იცნეს იგივე როდესაც. ანუ უხელს თვალებს ადამიანს, უხელს მის გონებას, უხელს მის გულს, ღვთისნება შედის მასში და როდესაც ღვთისნება მასში ადამიანში შედის, მას რაღაცა ახალი ხედვა, ახალი სხვანაირი ხედვა ენიჭება მას. თითქოს ყველაფერი ისევ ისეა, ბალახი ისე მწვანეა, ცა ისე ლურჯია, ღრუბლები ისე თეთრია და ასე შემდეგ, ხო? ხეებია, მდინარეები და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც რაღაც სხვანაირი, არ ვიცი როგორ, ყველა ადამიანმა კავშირში ჩაიგდეს. თუმცა მას ეხსნება გული და ეხსნება გონება. იგი ტრანსფორმაციას განიცდის და განიღმრთობა. აი ესეთ საოცარ რაღაც მეტამორფოზას განიცდის ადამიანი. ჩვენ ცხოვრებაში თავარ ადგილს უფალს უწყობთ და აღქმა ჩვენი შემდეგ სამყაროსი არა ფიქსირებული, ცოდული და ეგოისტურ ჩარჩოებში მოქცეული, არამედ გლობალური, ყველა რაკურსიდან ერთად თანახვადია. თითქოს ადამიანი მორწმუნის თვალი ერთი და იგივე მოვლენას და მოწმუნოს თვალი სულ სხვადასხვანაირად ხედავს. მორწმუნე არა მარტო ერთი რაკურსიდან ხედავს მოვლენას. მორწმუნე ადამიანი მრავალი რაკურსიდან ერთდროულად ხედავს. ეს ცოტა ძნელია, მაგრამ შეგრძნება და ტაბვილია. რაღაცნაირად ისე ხედავს, რომ მას ამ ერთი და იგივე მოვლენას სულ სხვადასხვა ასპექტით განიცდის. და იცის და ხედავს ამ მოვლენის და პროგნოზირებს ამ მოვლენის შემდეგ ფაზებს, თუ როგორ იქნება ეს მოვლენა მის ცხოვრებაში როგორ განვითარდება. ამიტომ ადამიანის მორწმუნე ადამიანის ინტელექტი, რომელიც განიღმრთობა და ინტუიციად იქცევა, უკვე თითქოს წინასწარ ჭვრეტა განცდას, რისიც მინდარების ცხოვრებაში უამრავი მაგალითი გვაქვს, წინასწარ ჭვრეტა განცდა ცოდნას აძლევს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რა არის ღვთისნება და არ იყოს უცნობელი და მძიმე გულითა და გააკეთოს ისე და სწორი არჩევანი გააკეთოს ის და მართალი არჩევანი, როგორც ღვთისნება მისგან ამა თუ იმ ეტაპზე მისი ცხოვრებისა ითხოვს. ეს არის მთავარი ამოცანა ჯვარპირთველობისა და ამის ჯვარი და ამის გასაღები არის ზუსტად განწმენდილი გონება და განწმენდილი გული ქრისტეს მადლით. ქრისტეს მადლით ჩვენ მიგვამსგავსებს უფალს, მადლით მივემსგავსებთ უფალს და განვიღრთობით თეოსის გავლით. ამიტომ არა დაფიქსირებულია ჩვენი ხედვა და გაყინული ერთი და იგივე მოვლენის, არამედ სხვადასხვანაირად აღვიქვამთ მას და აღვიქვამთ ამას სამყაროს მთლიანობასა და დინებაში და არა შემოსაზღვრულ კონფიგურაციაში მოვლენებს. ამიტომ თუ რამე განცდა გაქვს ნეგატიური და გაქვს განცდა ნაკლებობისა, მოვლენის ახვის და გაქვს უბედურებისა, შინაგანი ფუნქციის დარღვევისა, რაღაც გარკვეული ნაკლოვანების და შინაგანი დისკომფორტის განცდა გაქვს, იცოდე რომ სამხრეთ შეცდომაღად დაშვებული და შენი გული და შენი გონება უცნობილობისა და სიმძიმის მდგომარეობაში იყო და განსაცმელი შესამსუბუქებელი და გასამჭვირვალეა, განსაცმელია შენი გონება და გული. ამიტომ ეს ტექსტი, რასაც უფალი გვაძლევს ჩვენ ცხოვრებაში და გველაპარაკება, ეს არ არის რაღაც რთული, მიუწვდომელი და ტრანსცენდენტული ტექსტი. ამას გვაძლევს ჩვენ უფალი ისე, რომ გველაპარაკება ჩუმად, გველაპარაკება არა ხმაურით, არა შოკით, არა რაღაცა ექსტრემული განცდებით, არამედ გველაპარაკება ჩუმად, გვეჩურჩულება უფლის წყალობით, უფლის შემდობით და პატიებით და სიყვარულით. ეს ყოველთვის შუმს სიოს გავს, რომელიცაც შეიძლება
ცოტა უხერხემლო გონებისა და გულის სიმძიმით და გონების სიბლამით და თვალთან ხედვის უუნარო ადამიანმა სულიერ თვალთან ხედას გულის ვერ დაიგებს. როდესაც ერთ-ერთ მეცნიერს ეუბნებოდნენ, შენ როგორ აღმოაჩინ აინშტაინი იყო თვალსთან. ეუბნებოდნენ, შენ როგორ მოახერხე რომ ფიზიკის ეს ფუნდამენტალური კანონები აღმოაჩინე. ესეთი გენიოსი რა ხარ რომ შენ აღმოაჩინე ეს რა არის? მან უპასუხა, მე უბრალოდ ყურს ვუგდებდიო ბუნების ხმას. უპასუხა მან და კი მაგრამ ოპონენტმა კითხა, შენ თუ ესე ადვილეო, სხვა ადამიანებმა რატო ვერ აღმოაჩინეს ნეტავ, სხვა მეცნიერებმა ასეთი შენ რა ხარ გამონაკლისება, ხელმოწერებას ვარ, მაგრამ რატო შენ და არა იმათმა, ასეც რას ვუგდები? უპასუხა, იცით რა, ბუნებასო ძალიან დაბალი და ჩუმი ნაზი და ფაქიზი ხმა აქვს. მე კი კარგი სმენა მაქვს. ეს ახლა ეკლესიური მაგალითი შეიძლება არ არის, მაგრამ ძალიან კარგად ანალოგიურ თემას შეეხება, რომ ძალიან კარგად გაფაქიზებული ნათელ სმენა, გაფაქიზებული ნათელ ხედვა, გამჭვირვალე ადამიანის განწმენდილი სმენა ესმის და იგებს, ამბობს, მეტყველებს და ამბობს, იღურება და ხედავს, გძნობს და შეიგრძნობს და განიცდის და ასე შემდეგ. ყველაფერი სხვა საფეხურზე ადის, ანუ ყველაფერი იგივეა, მაგრამ რაღაც სხვანაირი. და ამიტომ იგი უფრო მეც ხედავს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი და მისი ცნობიერება აბსოლუტურად განთავისუფლებულია და შინაგანი ჯაჭვებისაგან გახსნილი და მოხსნილი აქვს მას. ამიტომ მოდით ჩვენ რეალობას კი ნუ გავსჯით, კი ნუ განვიკითხავთ, ამიტომ არის ნუ განიკითხავთ. განკითხვა უცნობიერებისაგან და აუცილებლად უგუნურებისა და უცოდინარობისაგან მოდის. ნუ განიკითხავ რეალობას, ნუ განიკითხავ გარემოს, ნუ განიკითხავ ადამიანებს, შენ თავში ჩაიხედე. ნუ განიკითხავ, არამედ გაიგე, გააცნობიერე და გაცნობიერებული და გაგებული და თავის სახელი დააქვი ყველაფერს და მაშინ ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირი გახდება და ადვილად გადალასალახავ იქნება ნებისმიერი სხვა პრობლემები. რა თქმა უნდა, ამას დიდი შინაგანი მუშაობა ჭირდება. დიდი ასე ვთქვათ გაცნობიერება უნდა საკუთარი სიყალბის, შიშების, უიმედობის, ეგოიზმის, სულგაბლობის, სულმოკლეობის და სამი წერტილი ნეგატივზე არ უნდა ხმელაბარაკო. მაგრამ ადამიანი ხო დიდი საიდუმლოა, ღვთის ხატება და მსგავსება და თუ ამაზე ჩვენ ვიმუშავებთ, ღმერთს ვევედრებით, ქრისტეს შევევედრებთ ჩვენ თავს. თუ ამაზე ჩვენ ვილოცებთ, ვიშობებთ, აუცილებლად ეს თავის შედეგს და ვეზიარებით და ასე შემდეგ. ხომ ეს თავის შედეგს გამოიღებს და ამაზე დახარჯული დრო და ძალისხმევა არასდროს და ვერასდროს არ და ვერ იქნება თულებრივად და უაზროდ და წყალს გადაღებული. პირიქით ეს ყოველთვის იქ დაგვდებათ და ასმაკ შედეგს მოგცემთ. მოსასვლელი აუცილებლად მოვა. როცა ჩვენ გვინდა კი არა, როცა ჩვენ გზად ვიქნებით, მაშინ მოვა და გზას გაგვესწრებს. ასაც ყველას გისურვებთ. მადლობთ ჩვენ სიძულვილს და სიყვარულს ყოველთა თანა. ამინ.